ქალაქის მერი, თვითონ ქალაქელი უნდა იყოს. ქუთაისი. სოფელში უფროს თავის სოფლის უნდა იყოს. პირველ რიგში ადგილობრივი უნდა იყოს. თუ ადგილობრივმა უფრო მიიტანოს ის თავიანთი მოსახლეობის გაჭირვება, ხალხთან უნდა ქონდეს ურთიერთობა მოსახლეობასთან, რა უწევს, რა წივა, რა მდგომარეობაშია ხალხი. მე გადაწყვეტენ კაბინეტში მაგ მდგომარეობა, მაგ აღარა მე წელიწადია. ისე რომ შენ რო ზიხარ, გარე არის რა ხდება, არ გაწუხებს შენი მოსახლეობის უარყოფითი თუ დადებითი მხარეები. კაბინეტში დადგა ფუსრათი წარო, მარტო მაგას არავითარ აზრი არ აქვს ხალხი. მე თქვათ რომ ისეთი იქნებოდეს ქუთაისის მერი, რომ ხალხი ხავდეს კმაყოფილი, რაღაც დაასახოს ზოგადად ცოტათი რაღაცა მაინც შვება რომ იქნეს. პირველ რიგში ქუთაისის მერი უნდა იყოს პატრიოტი, უნდა უყვარდეს სამშობლო, უნდა უყვარდეს გამორჩეულად ქუთაისი, უნდა იყოს თავისი სიტყვის, რასაც იტყვის, უნდა შეასრულოს. ამთავრე მერი უნდა იყოს პატრიოტსანი და ავტორიტეტიანი უნდა იყოს. ასეთი მერი გვინდა ნამდვილად რო იქნებოდეს პირველ ყოვლისა დასაქმება ეს საერთო პირველი ახლა რო ქალაქში ახალგაზრდებს ხედავ რო ყველა უსახურები ვარიანტი რაღაცნაირად თუ შეიძლება რომ მერმესეთ შეძლებს გვარად იზრუნოს. ქალაქის მერი უნდა უნდადეს ხალხზე, ქუთაისზე და რა თქმა უნდა ახალგაზრდობაზე, მეტყვი ახალგაზრდობას არ აქვს იმის საშუალება, რომ თავიანთი ცოდნა და თავიანთი უნარი გამოარსავნოს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ცხოვრობენ და საპარლამენტო ქალაქია, მაინც არ არის იმ პერსპექტივა, რომ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ თავიანთი აზრზე დამახასოს. ქუთაისის მერი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, რომელიც იზრუნებს ხალხისთვის, ქუთაისელებისთვის, ყველა ოჯახისთვის. რა უჭირს, რა ამბავია, უნდა მოусმინოს ყველა, ვის მაგასთან მივა. ქუთაისის მერი მარტო ქუთაისელებს კი არ უნდა დაეხმაროს და მარტო ქუთაისელებს კი არ უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ გაჭირვებულები ქუთაისმა რომ შეგვიფარა. დევნილების მდგომარეობა, პირობები უნდა შეისწავლოს და მდგომარეობა უნდა გაუმჯობესოს.